მოგესალმებით, ბრუნდება მოკლედ პაუზის შემდეგ ჩვენი Free-uni Alumni პოდკასტი, ჩემთან და ლუკასთან ერთად. სულ დიდხანია პაუზა გამოგვივიდა და ეხლა გადავწყვეტ, რომ კიდე ერთი სერია ჩვენი პოდკასტების ჩაგვეწერა. ბევრი მიზეზი აქვს მაგას, ერთი ეხლა ლუკა ამბობდა, რომ გამოგვითავისუფლდა და უფრო მეტად შეგვიძლია თავისუფალი დროის გამოყენება ამ მიმართულებით და გარდა ამისა, სიმართლე უნდა ითქვას, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ბევრი ადამიანი გვეუბნებოდა, რომ რაღაც საინტერესო მნიშვნელოვან ინფორმაციას ვაწვდით ამ პოდკასტებიდან, უსმენენ და მოკლედ იყენებენ თავიანთ კარიერულ თუ აკადემიურ არჩევანში. ამიტომ მოკლედ კიდე ერთი სერია ჩვენი პოდკასტების ალბათ აქედან ჩაიწერება და ვფიქრობდით, ვინ უნდა ყოფილიყო ჩვენი ამ რაღაცა ახალი სეზონის პირველი სტუმარი. და LinkedIn-ის ფოლოვისას, ასე ვთქვათ, ჩვენი მეგობარი, ერთად დაამთავრეთ თავისუფალი უნივერსიტეტის მართვის სკოლა, ქეთი მერებაშვილი, რომელიც მართვის სკოლის შემდეგ განვითარდა ავტოინდუსტრიაში რეალისტ მოკლედ დაინტერესა და მერე მან რაღაცა იპოვა თავის კარიერული გზა, რაც როგორც ეგეთი საინტერესო, ასე ვთქვათ, ინდუსტრია არის და აი ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ თავისუფალი უნივერსიტეტის მართვის სკოლის განსაკუთრებით ჩვენი კოჰორტა კაი მაგალითი არის მაგის, რომ ძალიან დიდი დიაპაზონი არის, ვინ სად არის რეალიზებული რა. და ქეთის შემთხვევაც საინტერესო არის, როგორ დაინტერესდა მოკლედ ამ ინდუსტრიით და როგორ განვითარდა. ამასთან ერთად ეხლა დაამთავრა MBA ან ბიზნეს ადმინისტრების სამაგისტრო პროგრამა Warwick-ის უნივერსიტეტში და ამ გამოცდილებას გაგვიზიარებს ასევე როგორი იყო ეს გზა და ასე ვთქვათ ბრიტანული სწავლების გამოცდილება როგორი არის განსაკუთრებით ბიზნეს ადმინისტრების მიმართულებით. აქ გავჩერდები და პირველ შეკითხვას დავუშვამ ქეთის მადლობასთან ერთად რომ შემოგვიერთდა და როგორ დაინტერესდი ავტოინდუსტრიით და როგორი არის შენი გზა მოკლედ მაგ მიმართულებით მაგაზე რომ მოგვიყვე. პირველ რიგში მადლობა ლევან და ლუკა მოწვევისთვის ამ პოდკასტში და ალუმნაი ფონდის საქმიანობასაც შევეხები ორი სიტყვით, ძალიან მომწონს და მხარს გჭერთ მოკლედ ყველაფერში და ძალიან გამიხარდება თუ ეს ჩვენი ინტერვიუც რომელიმე სტუდენტს დაინტერესებს და დაეხმარება თავისი კარიერული წინსვლის გზაზე. რაც შეეხება ჩემს გამოცდილებას, როგორ დავინტერესდი ავტოსფეროთი, ისევ თავისუფალ უნივერსიტეტთან მივდივარ, რა თქმა უნდა. იქ სწავლის დროს კარიერული დასაქმების ოფისიდან პრინციპში შემოვიდა ვაკანსია, ოფისში შემოვიდა ვაკანსია, რომელთაც დავინტერესდი და დავიწყე თავიდან მუშაობა TEGETA Motors-ში. ერთ-ერთი გეცოდინებათ ალბათ ყველას მსხვილი ჰოლდინგია საქართველოს ბაზარზე, რაც ავტოსფეროს მოიცავს ალბათ თითქმის ყველა მიმართულებით. იქ დავსაქმდი მეოთხე კურსზე, დამუშავება ორგანიზაციაში, საგანიც ამ გამოცდილებით ჩავხურე. 2 წელი ვიმუშავე TEGETA Motors-ის ჰოლდინგში, რის შემდეგაც გადავედი GT Motors-ში და ალბათ რა ვიცი, ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია, რაც GT Motors-ში ვმუშაობ, იმიტომ რომ მივხვდი, რომ ეს ის სფეროა, ავტოინდუსტრია ის სფეროა, რომელიც ძალიან მაინტერესებს. ისე არ ყოფილა ჩემ შემთხვევაში, როგორც ალბათ ყველა მმართველის შემთხვევაში, რომ დიდად არ ვიცოდი რა მინდოდა. და უფრო ესეთი ფართო ინტერესები მქონდა ყოველთვის. და მერე მივხვდი თანდათან, რომ ავტოსფერო ის იყო, რაც ბავშვობიდან ძალიან მიზიდავდა. ოღონდ ესე გამოხატულად ჩემ თავში ეგ ყველაფერი ჯერ არ მქონდა გაცნობიერებული, რაღაც ბავშვობიდან მანქანის ყველა მოდელი ვიცოდი, ვინტერესდებოდი, მაინტერესებდა ეს მიმართულება და ნელ-ნელა ამ მიმართულებით იჩინა თავი, რომ მან დავსაქმდი საბოლოოდ. GT Motors-ში წარმოადგენს რამდენიმე გლობალურ ბრენდს, ეს არის Jaguar Land Rover-ი, BMW Mini, Ford Suzuki და Jaguar Land Rover-ი და BMW Mini განსაკუთრებით ძალიან აქტიურები არიან ჩვენ ბაზარზე, თვითონაც ძალიან დაინტერესებულები არიან ჩვენი ბაზრით და ყოველთვის არის რაღაცა სიახლე, ინიციატივა, ისეთი მიმართულებები არის ხოლმე ყოველთვის მოცული, რაც საქართველოს ბაზარზე ერთი შეხედვით ესეთი ძალიან პოპულარული არ არის. მაგალითად, ეხლა ნელ-ნელა იდგამს ფეხს ავტოსფეროში CRM-ი, არ იყო აქამდე ეს ესეთი პოპულარული და თუნდაც ამ მიმართულებით ერთ-ერთი პირველები ვართ, ვინც დავნერგეთ და მე პირადად მუშაობდი ამაზე. მოკლედ, ჩემი ინტერესი და განსაკუთრებით ჩართვა ამ სფეროში ზუსტად იმ სიახლეებმა და უცხოურმა მიდგომებმა განაპირობა, რასაც ეს კომპანია გვთავაზობს.
და ხო რა ხაშურის ვიცი ეხლა რო ჩამოთვალე ბრენდები, რასაც წარმოადგენთ, მე გამახსენდა, უცებ ვერ დავაკავშირე, რომ აი ცოტა ხნის წინ მაგალითად ემის ივენთი რო იყო, კი რაღაც კი მაგალითად მან მოხვდი და უკვე ეს ავტო საქართველოში სადილეროები რაც წაკეთებენ მარტო კი არ გადაიქცა იმათ რომ რაღაც შეაკეთე მანქანა ან გაყიდე მანქანა უკვე არის აი მომხმარებელთან ურთიერთობის აი როგორ დაამყარო როგორ customer შეგვიძლია experience ხო და რასაც experience თქვია. კი, ნამდვილად ესეა. ნამდვილად ეგრეა, ორიენტირებულები ვართ მაქსიმალურად ამ მომხმარებლის გამოცდილებაზე, მეც პირადად მუშაობ მაგ მიმართულებით და რა თქმა უნდა მთელი კომპანია, მარტო ერთი გუნდის ეფორტი და ძალისხმევა არ არის ხოლმე, თუნდაც ამ ივენთების მოწყობა და ვცდილობთ, რომ რაღაც კუთხით შევცვალოთ და ახალი სტანდარტი დავამკვიდროთ საქართველოს ბაზარზე. როგორ შეიძლება ეურთიერთოს ავტოინდუსტრიაში მოღვაწე კომპანია თავის მომხმარებელს. და ვცდილობთ ხოლმე, რომ რაღაცა სიახლეები მუდმივად იყოს და გავაბედნიეროთ ხალხი. დარწმუნებული ვარ, შენ ძალიან მოგეწონება. მეც ძალიან ვისიამოვნე ამ ივენთით, მართლა ძალიან კაი იყო. ძალიან მიხარია. რა მაინტერესებს, ანუ ეს ავტოსფერო მაინც ითვლება, რომ აი კაცები არიან ძალიან დომინანტები. აი ეხაც მაგალითად სულ მიმოხილველები, აი 1-2 მაგალითად ქართულ YouTube სივრცეში შემოვიდა უკვე ქალი მიმოხილველი, მაგრამ ისიც აი შედარებით ახლები არიან და შენ როცა დაიწყე 10 წლის წინ, მაშინ კიდევ უფრო მეტად, ანუ კაცი იყო დომინანტური და აი როგორ მოახერხია ქალმა, მით უმეტეს ძალიან ახალგაზრდამ ამ სფეროში ესე გზის გაკვალვა. ხო, მართალი ხარ პრინციპში ძალიან ისეთი კაცების საქმეა მანქანა. თითქოს ესე არის აღქმული დღესაც არა თუ 8 თუ 9 წლის წინ როცა მე დავიწყე. და თავიდან იცი რა არ იყო მარტივი, იმიტომ რომ მე არ ვამბობ რომ მენეჯმენტის მხრიდან, მაგრამ თუნდაც ჩვეულებრივად ჩემი თანამშრომლების მხრიდანაც, როდესაც ახალი ვიყავი, ახალი მისული ამ კომპანიაში იყო ის, რომ რაღაცა ეს თან ახალგაზრდა ვიყავი განსაკუთრებით მაშინ უფრო და ეს პატარა გოგო მოვიდა და ეხლა მან რა უნდა გვასწავლოს, ცოტა იყო ეგეთი დამოკიდებულებები, ნუ გრძნობდი ამას. ჩემი საქმე ეხებოდა, როცა აქ დავიწყე მუშაობა, Jaguar Land Rover-ის სტანდარტებს, იმიტომ რომ ამ ბრენდს აქვს ესეთი მიდგომა, რომ შენ თქვათ არ ვიცი, პარიზში შეხვალ Jaguar Land Rover-ის შოურუმში, თბილისში თუ ლონდონში, ყველგან უნდა დაგხვდეს იგივე დონის მომსახურება, იგივე დონის ვიზუალი და ყველაფერი იდენტური. ეს არის მათი ეგრეთ წოდებული ბრენდის იდენტობა. და ჩემი საქმე იყო, რომ ზუსტად ეს სტანდარტები, რის მიხედვითაც ანუ შენობა იყო აშენებული, მოწყობილი, ან პროცესები, როგორც მუშაობდით, ყოფილიყო დაცული და მაქსიმალურად შესაბამისობაში აი ამ head office-ის დაცულ სტანდარტებთან. რაც არ არის მარტივი, ძალიან რთულია, თუნდაც ის, რომ ქართულ რეალობას მოარგო რაღაცა, რაც ვთქვათ, ინგლისშია დაწერილი. და ჩვენი მომხმარებლებისთვისაც რთული იყო ამ ყველაფრის გათავისება და ჩვენი თანამშრომლებისთვისაც. შესაბამისად, ჩემი როლი ცოტა რთული იყო ამ მიმართულებით ის, რომ მიმეტანა და ამეხსნა მაქსიმალურად ეს სტანდარტები, მუშაობის სტანდარტები ჩვენს თანამშრომლებამდე და გადავწყობილიყავით მაგ მიმართულებით და განსაკუთრებით ესეთი აქტიური მუშაობა მიწევდა ხოლმე წინა ხაზის თანამშრომლებთან front office-ი, რასაც ქვია. და ნუ მათთან მქონდა ხოლმე ცოტა ესეთი რთული საუბრები ამასთან დაკავშირებით, რომ რაღაცა ესე უნდა გააკეთო, იმიტომ რომ ეს არის საჭირო, მაგრამ ნუ რაღაცა არ გამოდის, არ გვინდა, არ არის ეს ჩვენი საქმე და ასეთი საუბარი გქონდა ხოლმე, მაგრამ იცი რა თანდათან, როცა ადამიანი მიხვდება, რომ შენ ეუბნები რაღაცა ლოგიკურს, რომელიც მისი საქმიანობისთვისაც არის გამოსადეგი, პლუს ამას მომხმარებლებიც ამას აფასებენ, მოკლედ რომ ვთქვა, რაღაცა სისულელეს, როდესაც არ ეუბნები და ხედავენ ამ ყველაფერში აზრს, რა თქმა უნდა, მე თანდათან ნდობა უჩნდება ჩემ მიმართ და უკვე სქესის იქ მიღმა იმაშობიან, აკვე გაფასებენ. და აღარ აქვს ამ შემთხვევაში აზრი, გოგო ხარ თუ ბიჭი, ქალი თუ კაცი და თანდათან ამ ყველაფერთან ერთად კიდე უნდა აღვნიშნო ჩვენი მენეჯმენტის ნდობა, იმიტომ რომ ეხლა უკვე რომ გადახედო ჩვენს მენეჯმენტს ძალიან დიდი რაოდენობის ქალს იპოვი მენეჯმენტში, თუნდაც გაყიდვების
ჰედები, უფროსები ქალები არიან ძირითადად. მენეჯმენტში საკმაოდ მოძლიერებულია, მოკლედ ქალთა სქესი და აღარ არის ისეთი პრობლემები, როგორიც თქვათ ადრე იყო და ხალხიც უფრო მეტად მიჩვეულია. თუმცა მაინც კაცების დომინაცია შეინიშნება, თქვათ, ტექნიკურ მიმართულებაში, რასაც ვისურვებდი, რომ მადაც ქალები რაც შეიძლება მეტი ყოფილიყვნენ, იმიტომ რომ ეს სფეროების სქესებად დაყოფა მე მგონი უკვე აღარ არის ადეკვატური 21 საუკუნეში და კარგი იქნებოდა, რომ ტექნიკური მიმართულებითაც ქალები უფრო მეტად აქტიურობდნენ. პატარა ის გავაკეთოთ ჩართო, რომ სხვადასხვის ერთ-ერთი სასტიპენდიო პროგრამა, რომელიც თავისუფალი უნივერსიტეტის ალუმნი ფონდს ჰქონდა, იყო STEM-ი, ანუ ეს ტექნიკური მხარის სტუდენტებისთვის, გოგო სტუდენტებისთვის სტიპენდია, რომელიც ასახალისებლად კი. ძალიან კარგი ინიციატივა. მინდა ვთქვა. კი. ხო, თან მე მგონი ეგ დინამიკა უმჯობესდება საქართველოში, მაინც მე მგონი ცოტა რაღაცა ალბათ უფრო ისეთი არათანაბარი და დაუბალანსებელი არის ისო წარმოადგენლობა გენდერული, მაგრამ მე მგონი უფრო მაგეთკენ მივდივართ, რომ ხო უფრო მეტად რა მაინც არ იყოს, თუნდაც ხო იმ ქალების მიმართ, რომლებსაც ტექნიკური მიმართულებები აინტერესებთ, ეგეც ძალიან დიდი ნაბიჯია. ჩემთვის კომპანიაში არის ეგრე ნამდვილად. ძალიან კარგი. რომ მოგვიყვეს შენს სასწავლო გამოცდილებაზე. ანუ ეს MBA პროგრამა, როგორი პროგრამა არის, როგორ ჩააბარე, რა გზა გაიარე და ამაზე რო გველაპარაკო თუ კი, ეგეც უკავშირდება ჩემს სამსახურებრივ გამოცდილებას, მინდა ვთქვა. როდესაც გადავწყვიტე, რომ უნდა გამეკეთებინა MBA და მაინტერესებდა უკვე ბიზნესის მიმართულება, როგორც შენ აღნიშნე, ლევან დასაწყისში მართვის სკოლა მაქვს დამთავრებული და ესე პირდაპირ ბიზნეს განათლება არ მიმიღია. უბრალოდ ჩემით მაქვს ნასწავლი რაღაც მიმართულება, რაც მაინტერესებდა, პლუს რა მიმართულებითაც სამსახურში ვარ დასაქმებული, მაგრამ მინდოდა, რომ განსაკუთრებით გამეფართოვებინა ბიზნესის განათლება და მიმიღო ეგ საერთაშორისო გამოცდილება. ამისი მოტივატორი პირველ რიგში იყო იმ ბრენდებთან მუშაობა, რომლებიც დასაწყისში ვახსენე, რასაც წარმოადგენთ სამსახურში. იმიტომ რომ სულ მქონდა განცდა, რომ მე მაქვს პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ მე მაქვს პირდაპირ ამ ბრენდებთან კომუნიკაცია, მათი ინტერესების გამტარებელი ვარ პრინციპში ჩვენთან საქართველოში და მათი მიდგომები იმდენად მომწონდა და ხვდებოდი, რომ ჩვენთან არ არის ესეთი მიდგომები დანერგილი, ცოტა სხვანაირად უნდათ მათ ამ საქმის წარმართვა, სხვანაირად უნდათ რომ მომხმარებლებს მივუდგეთ და ვიცოდი, რომ ეს სხვანაირი ნიშნავდა საერთაშორისო მიდგომებს. სერჩავდი რაღაცებს, ვეცნობოდი ყოველთვის და მინდოდა, რომ ეს ჩემი რაღაცა ნაწილ-ნაწილ მიგნებები, მიღებული ცოდნა თუ რაღაცა გამეერთიანებინა და რაღაცა სტრუქტურაში მომეყვანა და ამისთვის გადავწყვიტე, რომ კარგი აზრი იქნებოდა MBA-ზე ჩაბარება. და დავიწყე პროგრამების ძებნა. უნდა აღვნიშნო ის, რომ არ მინდოდა სამსახურიდან წამოსვლა, იმიტომ რომ ყოველთვის რაღაცა იცვლება, ყოველთვის უფრო საინტერესო ხდება ეს ჩემი მუშაობა ბრენდებთან ურთიერთობის ჭრილში და შესაბამისად არ მინდოდა ამ ყველაფრის დაკარგვა. და ვიპოვე ესეთი პროგრამა Distance Learning MBA, ანუ ესე დისტანციურ რეჟიმში შესაძლებელია რომ ისწავლო MBA ნახევარგანაკვეთზე, რაც საშუალებას გაძლევს, რომ შენ არც სამსახურიდან წამოხვიდე, რაღაცა არც შენი საცხოვრებელი ადგილი მიატოვო და ესე ხანდახან ჩახვიდე ხოლმე, არ ვიცი, სადაც სწავლობ, არის სხვა პროგრამა ესპანეთში, ინგლისში, იტალიაშიც არის ესეთი პროგრამები და ესე დისტანციურად ისწავლო. რა თქმა უნდა, რადგანაც არის ნახევარგანაკვეთზე და დისტანციურად გრძელდება უფრო დიდხანს, ჩემი პროგრამა იყო 2 წლიანი, ნაცვლად 1 წლიანისა, რაც ზოგადად MBA-ა ხოლმე. და ხო, როგორ ავარჩიე ახლა ეს Warwick-ის უნივერსიტეტი. რა თქმა უნდა, პირველ რიგში გავხსენი Financial Times-ი და დავიწყე რეიტინგების სკროლვა, იმიტომ რომ მაინტერესდა მოძებნა, მაინტერესებდა რომელი უნივერსიტეტი იყო ცოტა ისეთი რეიტინგული, საიდანაც რომელსაც ვენდობოდი, რომ კარგ განათლებას მომცემდა, აღმოაჩინე ზუსტად ამ რეიტინგში Warwick-ის უნივერსიტეტი, Warwick-ის ბიზნეს სკოლა, რომელიც არის მეორე ნომერი ინგლისში და მესამე ნომერი მსოფლიოში, Distance Learning MBA-ში, Global MBA ქვია თანაც, ანუ მთელი მსოფლიოდან შეუძლია და ხალხს მან ჩაბარება და მონაწილეობის მიღება ამ პროგრამაში. და
დავიწყე ამ უნივერსიტეტების მოკლედ შესწავლა. ვარ ვიკი რატომ ავრჩიე? ესეც უკავშირდება Jaguar Land Rovers. აღმოვაჩინე, რომ ერთ რეგიონში მდებარეობს ისედაც West Midlands ქვია ინგლისში ეს, სადაც ვარ ვიკია და Jaguar Land Rovers სათაო ოფისია და აღმოვაჩინე, რომ ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ ვარ ვიკის უნივერსიტეტს და Jaguar Land Rovers. და ძალიან დიდი ის არის, რა ქვია, ინტერესი ხოლმე ვარ ვიკის კურსდამთავრებულების მიმართ Jaguar Land Rovers მხრიდან. ესეც რა თქმა უნდა რაღაცა მისია მომნა, იმიტომ რომ ამ კომპანიასთან ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს და უნივერსიტეტიც მათთვის მისაღები იქნებოდა. პლუს ის იყო, რომ რამდენიმე გასაუბრება მქონდა თავიდან, როდესაც უნივერსიტეტებს ვეძებდი და ძალიან ახლოს მოვიდა ჩემთან ეს ამათი სლოგანი ვარ ვიკის უნივერსიტეტის იყო be the change maker. რომ ეს იყავი რაღაცა ცვლილების განმახორციელებელი. და დასაწყებად ვსაუბრობდი, რომ როდესაც დავიწყე ჩემს სამსახურში მუშაობა, ის იყო, რომ აი ზუსტად ამ Jaguar Land Rover-ის სტანდარტებზე გადაყვანაში მივიღე მონაწილეობა ჩვენი კომპანიის, რომელიც ეს სტანდარტი სრულად ახალი იყო მთელ მსოფლიოში და ძალიან დიდი ცვლილების ნაწილი ვიყავი. და რა თქმა უნდა, რა ჩემთან ახლოს მოვიდა ეხა ეს სლოგანი. და შესაბამისად დავიწყე მე უფრო მეტის გარკვევა ამ უნივერსიტეტზე თვითონ პროგრამის შესახებ მოვიძიე ინფორმაცია, დაფინანსების წყარო, მთელი ამბავი როგორც ხდება ხოლმე. და გავაკეთე apply. შევიტანე ყველანაირი საბუთი, ჩავწერე რაღაც ვიდეო გასაუბრება იყო პლუს კიდევ ასევე apply გავაკეთე სტიპენდიაზე, დაფინანსებაზე 25%-ის დაფინანსება შეიძლებოდა და ეს სტიპენდიაც მივიღე და რაღაცა ყველაფერი მართლა ისე კარგად აეწყო, რომ რაღაც არ ველოდებოდი, რომ ესე მარტივად და კარგად გამოვიდოდა. პლუს რაღაცა ენის სოდნის სერტიფიკატი IELTS-ი იყოს მოთხოვნილი, გასაუბრებები შენი პროფესიული უნარები, ტესტები, როგორც ხდება ხოლმე. ყველაფერი გავიარე და ესე რაღაცა ძალიან მოკლე პერიოდში გადაწყვეტილების მიღებიდან ჩაბარებამდე აღმოჩნდი ვარ ვიკის უნივერსიტეტში. აი ხა რა ჩამოთვალე უბრალოდ პატარა პაუზას გავაკეთებ. ანუ ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ distance MBA ნიშნავს, რომ რაც უფრო მარტივად შეიძლება ჩაბარებოდ, მაგრამ აი რა ჩამოთვალე, მაგალითად მეც რომ მაგისტრატურა მაქვს გაკეთებული დიდ ბრიტანეთში, უფრო ნაკლები მოთხოვნა მქონდა, მაგალითად მე არანაირი ვიდეო არ ჩამწერია, გასაუბრება არ მქონია. ფაქტიურად რაღაც personal statement-ი და აი რაღაცა რა გავაგზავნე მქონდა CV და ნუ რამდენიმე რაღაც რა თქმა უნდა დოკუმენტი, მაგრამ ის რომ ვიდეო ძალიან გამიკვირდა და კიდე პლუს გასაუბრებები და ასე რომ ანუ ესეც არის ვინც მსმენელს უთხრათ რომ ანუ ისეთი ადამიანების აი მაგალითად ქეთისნაირი რაღაც პროფესიონალი ადამიანი რომელსაც ვერ ჩავა და ვერ იქნება full time მაგალითად ბრიტანეთში ერთი წელი რაღაც სხვადასხვა მიზეზების გამო, მაგალითად თუნდაც სამსახურის მიზეზის გამო, მაგრამ ფაქტობრივად სულ იგივენაირ განათლებას იღებს, როგორც შეიძლება რომ იქ ყოფნისას მიიღოს. ხო ისე და კიდე ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზია კიდე ქეთის, რომ ცოტა ხნის წინ დედა გახდა 2 წლის წინ. ხო და ეგეც ის არის რა ქვია. ძალიან ცხოვრებაში არ მოწყდე ეს ერთი წელი თუ რაღაცა 2 წელი, როცა სწავლობ და პარალელურად შეიძლება ისწავლო, დროის სწორი განაწილების და პრიორიტეტების სწორი განაწილების შემთხვევაში, იმიტომ რომ თვითონ პროცესი, როცა იქ სწავლობდი, ძალიან მომთხოვნი იყო. და აი ყოველთვის მქონდა ხოლმე ჩემ თავში ის, რომ აი კიდე მეც უნდა ვაკეთებდე, რასაც ვაკეთებ არ არის საკმარისი და მინდოდა რომ ყველაფერი ამომწურავად გამეკეთებინა, რაც რა თქმა უნდა სტრესის საკმაოდ დიდი წყაროა. ის რომ შენ დისტანციურად აკეთებ, არ ნიშნავს რომ ნაკლები ძალისხმევით აკეთებ, შეიძლება კიდე უფრო მეტი ძალისხმევითაც, იმიტომ რომ ამ პერიოდში დავაფასე თუნდაც ჩემი ბაკალავრიატის პერიოდი, ის რომ არ მუშაობ, ოჯახიც არ ყავს პრინციპში, როგორც ეხლა და მთლიანად გაქვს იმისი ფუფუნება, რომ სწავლას მიეწყნა. და ეხლა როცა მაგისტრატურას აკეთებ და თან ჩემ შემთხვევაში დისტანციურად რო გავაკეთე, ისე რომ ყოველ არსებულ ცხოვრებას არ მოვწყდო, მოდი კიდე უფრო სტრესული იყო, შემიძლია ვთქვა, იმიტომ რომ ყველაფრის მოსწრება მჭირდებოდა ერთად. ანუ ეს ლექციები საღამოობით იყო ხოლმე? როგორ იყო ჩატ UK-სთან 4 საათიანი განსხვავება. კი, ეგეთი განსხვავებით იყო ხოლმე. ხან იყო შუა დღეს ლექცია და ხან იყო საღამოს, თუ ვერ დაესწრებოდი შეგეძლო ჩანაწერისთვის მოგესმინა შემდეგ ესეთი კომფორტი
ეს მართლა დიდი კომფორტი იყო, იმიტომ რომ სამსახურის დროს როცა არ ქცელია, ნუ რა თქმა უნდა ვერ დაესწრები ლექციას, მაგრამ იცვლებოდა ესე, ისე რომ დანაკლისი არ გექნებოდა ამ შემთხვევაში. და ჩატვირთული იყო ხოლმე კონტენტი, სასწავლო მასალა, რომელიც კონკრეტული live ლექციამდე, თქვათ 2 მოდული უნდა დაგეხურა, მერე კიდე პლუს 3 მოდული ან ასე შემდეგ. ესეთი მიდგომა იყო და ძალიან კარგი იყო ის ტექნოლოგია, რასაც იყენებდნენ თვითონ ამ უნივერსიტეტში სწავლებისას. ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს იჯექი მართლა იმაში საკლასო ოთახში. და თქვათ კითხვასაც დაუსვამდი, ჩვეულებრივად დისკუსია მიმდინარეობდა, breakout room-ები კეთდებოდა, სადაც განვიხილავდით ხოლმე რაღაცა კონკრეტულ თემას, რაც განიხილებოდა იმაზე, რა ქვია, იმ ლექციაზე. და მაქსიმალურად ინტერაქტიული იყო. პლუს ამ მოდულის ქვემოთ იყო ხოლმე სივრცე კურსელებს შორის დისკუსიისთვის, რაღაცა challenge question-ები იპოსტებოდა და იმაზე. მოკლედ, აი ინტერაქცია მაქსიმალურად რომ ყოფილიყო დაცული ისე როგორც ხდება ხოლმე live საკლასო ოთახში, ისე იყო ყველაფერი მოწყობილი. და იმასაც ვიტყვი, ლუკა, შენს აზრს გავაგრძელებ, რომ ის რომ distance learning MBA-ია, არ ნიშნავს, რომ ან განათლება არის ნაკლები დონის და ამას მიუთითებს ისიც, რომ ფასი განათლების აი ამ პროგრამის ღირს იგივე, რაც რო ვთქვათ, რომ ჩახვიდე და ვიძებდი მაგას და საკმაოდ ძვირი არის. კი. ანუ ერთწლიანია ვთქვათ, რომ შენ ჩახვიდე და იქ ისწავლო და ეს არის 2 წლიანი, მაგრამ ფასი იგივეა, ანუ MBA-ის პირებულება რაც არის ჩვეულებრივად არის და არ ვიცი კიდევ ერთი ადამიანი ვიცი ჩემი BMW-დან head office-ში მოკლედ ვიცი ერთ ადამიანს რომელსაც ასევე distance learning MBA გააკეთა ლონდონის რომელიღაცა უნივერსიტეტში, ახლა არ მახსოვს და ზუსტად ვსაუბრობდით რომ არ ვიცი, აი ეს ისეთი სტრესი ყოფილა და ისეთი მუშაობა ჭირდება თურმე, რომ აი წარმოუდგენელია რა. ჩვენ თავზე რო გამოვცადეთ, მე მივხვდით რაც არის, იმიტომ რომ ყველაფერი უნდა მოვასწრო ამის პარალელურად. ხო, ანუ პრინციპში აი ხა MBA სპეციფიკა მაგას მინდა და მეკითხა, რომ MBA განსხვავებული არის სპეციფიკით, იმიტომ რომ უფრო მეტად რაღაც აი networking-ზე, კავშირებზე, რაღაც skills-ების განვითარებაზე მაგმართულებით შეიძლება MBA-ზე ვინც სწავლობს, მაგას უფრო მეტი დროის დათმა უწევს უნივერსიტეტში, მაგრამ სწავლის ფორმატი ზოგადად ეგეთი არის, რომ რა ვიცი, მე მაგალითად კვირაში ვატარებდი იქ უშუალოდ უნივერსიტეტში ლექციებს და სემინარებზე, აი 5-7 საათს. დანარჩენი არის self learning-ის გამოცდილება რა, ანუ ესე იგი შენით მუშაობ და მე რაღაცა ფასტები, რაღაც კონკრეტული მეთოდით. ასე რომ მაგისი გაონლაინება სრულიად შესაძლებელი არის რა, ანუ მაგ გამოცდილების ხო შესაძლებელი გაცხოვრობდე, მაგრამ გამოცდილების გაციფრულებაში ეგეც იმას ვიღა თავისუფალ უნივერსიტეტს თუ შეხედავ, ანუ იმდენად ინტენსიური არის ფიზიკური გარემოში სწავლება და ლექციები, რომ მაგის გაციფრულება შეიძლება პრობლემა იყოს და იქ რაღაც თითო ლექცია, თითო სემინარი აქვს 4 საგნის და მე დანარჩენი რომ შენით უნდა იმუშაო, ეგ შეიძლება რომ გაციფრულდეს უფრო მარტივად ალბათ. და ამასთან ერთად, რასაც დისტანციურად ვაკეთებდით და ზუსტად აი ეგეც საკმაოდ არ არის მარტივი ის, რომ თვითორგანიზება უნდა შეგეძლოს ძალიან მაღალ დონეზე იმისთვის, რომ შენ ამ პროგრამაზე ისწავლო. იმიტომ რომ ძალიან თუ შენ ვთქვათ არ დაუთმობ რაღაცას საკმარის დროს და საკმარის ყურადღებას, შენ დაგაკლდება პირველ რიგში. შეიძლება ისე არ არის, როგორც სკოლაში გავიდე მოვყვა გაკვეთილი და ვაიმე, ხა შემრცხვა თუ არ ვიცი მთელი კლასის წინაშე, რა თქმა უნდა, ეგ მიდგომა არ არის. კურსის ბოლოს ან შუაში გაქვს შენ დავალება, რაღაცა ჯგუფური პრეზენტაცია ან რაღაცა, რომლის საფუძველზეც ფასტები. თუნდაც ამ დავალებაში შეგეტყობა, ალბათ შენ არაფერი არ ისწავლე, თქვა მთელი კურსის განმავლობაში, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ მაინც უფრო მეტად თვითორგანიზებას ეთმობა დიდი დრო და თვითსწავლებას, ვიდრე იმას, რომ რაღაცა ვიღაცამ შეგამოწმოს და გახვიდე და გაკვეთილი მოყვე რაღაცა ეგეთი. და ჩადიოდი ხოლმე, ხო? აი ჩასვლა მიწევდა. კი, და გარდა ამ distance learning-ისა იყო ჩასვლებიც, ეგეც მინდა დამეთქვა. კურსის განმავლობაში, ანუ 2 წელში 2-ჯერ და ეს ერთი კვირა იყო ხოლმე ეს პერიოდი, როცა ჩავდიოდი და ნუ ეს იყო აი ყველაზე ინტენსიური, რაც კი შეიძლება
რამეში მიმიღო მონაწილეობა, იმიტომ რომ ლექციები იწყებოდა 9 საათზე, მთავრდებოდა 6 საათზე და აი ის დანაკლისი თუ რამე გქონდა, რასაც ვერ ვივსებდით ხოლმე აი ამ დისტანციური სწავლების დროს, ეს ცოცხალი ინტერაქცია მთლიანად, მოკლედ იქ ვივსებდით ამ ყველაფერს. და იყო ძალიან კარგი, იმიტომ რომ ეს networking-იც რაც MBA-ის ძალიან დიდი ნაწილია, მაგ დროს ვფარავდით, იმიტომ რომ დისტანციურად მაინც საკმაოდ რთულია რაღაცა კურსელებთან ესეთი ღირებული ურთიერთობების დამყარება და არა უბრალოდ გამარჯობა როგორ ხარ აი ამ დონეზე კომუნიკაცია და იქ გქონდა მაგის საშუალება რომ გაგვეცნო ერთმანეთი კარგად და რა თქმა უნდა ერთი ამ ვაროგის ბიზნეს სკოლის შენობასთან ახლოს არის ერთი ფაბი ORCT ფაბ და იქ ვიკრიბებოდით ხოლმე საღამოობით და ნუ აი რაღაც საოცარი მოგონებები მაქვს მართლა მაგ პერიოდთან დაკავშირებით და ამის გარდა კიდევ იყო არჩევითი კურსები, რომელიც ჩემ შემთხვევაში ძალიან კარგი იყო. შეგეძლო კურსის არჩევა, რა თქმა უნდა, ვარგის ბიზნეს სკოლაშიც, თვითონ ჩვენს უნივერსიტეტში და ასევე პარტნიორ უნივერსიტეტებში. პარტნიორი უნივერსიტეტები იყო ამერიკაში, სინგაპურში, დუბაიში, შვედეთში და მილანში. მე ავირჩიე მილანში ბოკონის უნივერსიტეტში. იყო ესეთი კურსი Luxury Brand Management. მოკლედ თითოეულ ეს ამ უნივერსიტეტში შეგეძლო აგერჩია ერთი კურსი, რომლითაც ეს უნივერსიტეტია კონკრეტულად განთქმული. ვფიქრობ ამერჩია შვედეთში კურსი Design Thinking-ზე, მაგრამ აი მაინც უფრო მეტად წამიღო ამ Luxury Brand Management-მა და წავედი მაგ კურსზე მილანში ბოკონიში გასულ ივლისს და იყო ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება, ესე მგონია, იმიტომ რომ იქაც ვინც გასწავლის არის მაგ სფეროში ლიდერი. ფიზიკურად იყავი მანდ. კი, ფიზიკურად ვიყავი ჩასული და იქ კიდევ უფრო მეტად დავახლოვდი ჩემს კურსელებთან, იმიტომ რომ უკვე რა ვიცი, არა, 200 კაცი, რომელიც მთლიან პროგრამას გადის, არამედ რაღაცა 20 კაცი ვიყავით იქ, ვისაც ეს კონკრეტული რაღაცა გვაინტერესებდა და საუბრებიც რა თქმა უნდა უფრო მეტად კონცენტრირებული იყო კონკრეტულად ამ მიმართულებაზე. რადგანაც მე ვმუშაობ, ვთქვათ, მანქანების ავტოინდუსტრიაში და ლაქშერი ბრენდებს, ვთქვათ, Jaguar Land Rover-ს წარმოვადგენთ ამ შემთხვევაში, მანდ ლაქშერი ბრენდ ექსპერიენსის მიმართულება, აი ბრენდის გამოცდას, გამოცდილებას რაც შეეხება, ძალიან საინტერესო იყო ჩემ შემთხვევაში და ვიტყოდი რომ ესე წარმატებული გადაწყვეტილება მივიღე აი ამ მთელი 2 წლის განმავლობაში ერთ-ერთი რომ მან წავედი. და თვითონ აღმოვაჩინე იქაც რომ ბოკონის ქონია კიდე ესეთი კურსი თვითონ luxury brand management-ზე რაც აქამდე არ ვიცოდი და რაღაცა მეორე მაგისტრატურის გაკეთებაზე ფიქრმაც ამიღო მომავალში იმდენად საინტერესო და კარგი პროგრამაა, მაგრამ იცის არ შეყვე მაგას, არ შეყვე, თორე შეიძლება გაგაკეთებინოს. რატო გააკეთებინოს? იცი რა, ჯერ ამ სტრესიდან გეურია ბიჭო, 2 მაგისტრატურა არ არის ისეთი. შენ რამდენი გაკეთებული? 2. საკუთარი გამოცდილებიდან მოყავ. ამ გამოცდილებიდან გამომდინარე ვიძახ. კი, და მაგრამ კაი არის, ანუ ზოგადად კარგ უნივერსიტეტში სწავლების გამოცდილება კიდე ონლაინ იყოს კიდე. ფიზიკურად რაღაც ძალიან თავდადებული. აი თვითონ სწავლების მეთოდოლოგიაც ის თემები რაცაც საუბრობდით, რაც დაგვიფარავს, ხო? რაღაც თემები ჩემთვის საერთოდ უცხო იყო და აი რა იყო ეგეთი გამორჩეული თემები საინტერესო იქნება, რაც აქ. არ ვიცი, ხა აი კონკრეტულად სიმართლე გითხრა, ეხლა არ მახსენდება, მაგრამ აი მიფიქრია რაღაცა საგანს რო გავდიოდი, რომ აი ამ ხა ამაზე საქართველოში ვინ აი რა შუაშია საერთოდ ჩვენთან. ფოტოშოპში დისერტაციის თემაც ერთ-ერთი რა ძალიან საინტერესო кейსი არის, მგონი თუნდაც საქართველოს პირობებში და რო გაგვიზია, რომ ხო, ჩემი დისერტაცია ეხებოდა KPI-ზე დაფუძნებულ სისტემებს და შეფასების სისტემებს. ორგანიზაციაში რაც ინერგება, როგორც თანამშრომლების შეფასების სისტემა და მე გამოვიკვლიე ჩემს ორგანიზაციაში იმ თანამშრომლების აზრი, ვიზეც ეს მათი
საქმიანობის შეფასების სისტემა მოქმედებდა და გამოვიკვლია მათი აზრით ეს ანუ როგორ გავლენას ახდენდა მათ პერფორმანსზე რეალურად. მე ვიცი მენეჯმენტის პოზიცია, რომ ეს რაღაცა შეფასების სისტემა არსებობს, იმიტომ რომ მივიღოთ რაღაცა X შედეგი, მაგრამ მე მაინტერესებდა უკვე ჩვენი თანამშრომლების აზრი, მათი თვალით დანახული, ისე რომ მე არ ვიყავი მაგ შემთხვევაში მათი თანამშრომელი, ვიყავი უბრალოდ მკვლევარი. და ძალიან საინტერესო შედეგები მივიღე. ნახე აღმოვაჩინე ის აცდენა, ვთქვათ, მენეჯმენტის აზრსა და მათ ვთქვათ წინახაზის თანამშრომლების აზრს შორის, რომ მენეჯმენტი რაღაცა სრულად აკეთებს, რაღაცა განზრახვით წინახაზის თანამშრომლებამდე შეიძლება საერთოდ სხვანაირად მიდიოდეს ეს ყველაფერი. და აი სათითაოდ მე რაღაც არსებული თეორიების საშუალებით გავაანალიზე ეს ფაქტი, რატო ხდება და როგორ შეიძლება რომ ესეთი რაღაცა აცდენები ავირიდოთ თავიდან და ეს რაც არის განზრახული მენეჯმენტის მხრიდან რომ ეს პერფორმანსის შეფასების სისტემებმა იმუშაოს ნამდვილად რო ესე იმუშაოს და სადღაც გზაში არ გადავუხვიოთ და რაღაცა უფრო მეტად მახინჯი პრაქტიკა არ მივიღოთ. ეს დისერტაციის წერის პროცესიც, რა თქმა უნდა, მარტივი არ იყო, მაგრამ ზუსტად LinkedIn-ის პოსტშიც მადლობა გადავუხადე ჩემს ხელმძღვანელს, იმიტომ რომ ისე კარგად დამეხმარა, ისეთი კარგი მენტორობა გამიწია, რომ აი არანაირად არ მიგრძვნია აი ამ ყველაფრის წონა და სიმძიმე, იმიტომ რომ საკმაოდ ეგეც სტრესულია, რა კურსებიც გავიარე, იმისი ჯამური წონა ქონდა მარტო ამ დისერტაციას. ამ ჩემს მაშინ რა ქვია პროგრამაში შესაბამისად ძალიან დიდი მნიშვნელობა ქონდა მაგ დისერტაციაში კარგი ხულის მიღებას და ჩაბარებას, მაგრამ ვისი ამოვნე თვითონ პროცესითაც, რაღაც 20 ინტერვიუ გავაკეთე, ნამდვილი ინტერვიუები, რაც მკვლევარად ვიგრძენი მეც თავი. და ძალიან უმეწონა ეგ რო თან შენ ორგანიზაციაში გააკეთე და ეს MBA ზოგადად ძალიან პრაქტიკულ უნარებს აძლევს ადამიანებს და აი თუნდაც KPI-ების განსაზღვრა, შემდეგ ბონუსური სისტემები შეიძლება რაღაც ერთი ცვლადი არის კომპანიის, მაგრამ შეიძლება ის სრულიად განსხვავებული შემდეგ თანამშრომლების мотиваცია წარმოშვას და ერთმა KPI-მ შეიძლება გუნდურობა მთლიანად დაანგრიოს, მაგალითად და მეორე KPI-მ პირიქით რაღაც შეკრას გუნდი და ძალიან საინტერესო. ანუ მეთოდოლოგიაც საინტერესო არის, რომ აი ერთ ორგანიზაციაში რო გააკეთე, ანუ კვლევა ზოგადად ძალიან ბევრნაირი შეიძლება რომ გააკეთდეს, მაგრამ რაღაც წარმოდგენები ეს ეგეთი არსებობს ხოლმე, რაც საერთო წარმოდგენები არის, რა თქმა უნდა, რომ რაღაც ძალიან მასშტაბურს უნდა შეეჭიდო, როცა დაუშვათ მასტერს აკეთებ, ან მაგისტრატურას აკეთებ, მაგრამ შეიძლება რაღაც ძალიან ვიწრო, იმდენად საინტერესო იყოს, იმდენად გამოსვლადი იყოს და იმ ხელა რაღაც ღირებულება დაამატოს დაუშვათ ორგანიზაციას ან დაუშვათ იმ მიმართულებაში დაგროვებულ ცოდნას, რომ ხო რაღაცა ძალიან კარგი გამოვიდეს რა, ამიტომ დიზაინი ძალიან საინტერესო არის კვლევის. თავიდან მინდოდა რომ გამეკეთებინა კიდევ ერთ მსგავს ორგანიზაციაში, არ გულისხმობ ავტოინდუსტრიას, განსხვავების მიმართულებით ერთ-ერთ ორგანიზაციაში, რომლის მომხმარებელი მე თვითონ ვარ და ძალიან მომწონდა მაგათი მიდგომა თავიანთი მომხმარებლების მიმართ და დავფიქრდი, რომ შეიძლება სერვისის მიმართ ისეთი მსგავსი მიდგომა ქონდეს, როგორც ჩემ ორგანიზაციას და დავუკავშირდი იქ რაღაც ერთ ნაცნობს და მოვიკითხე ეს ამბავი და არ შემცდა რო არ ნამდვილად მსგავსი მიდგომები გქონია, თუნდაც მომხმარებელთა გამოცდილების კუთხით და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ჩაჭურად არის, იცი, აკინძული ერთმანეთზე. თუ მე ვწომა მომხმარებელთა გამოცდილებას, უკვე მივხვდი, რომ ამის უკან დგას კიდევ სხვა ბევრი KPI, რომელიც ამოძრავებს ამ კომპანიის სტრატეგიას. შესაბამისად, მინდოდა, რომ რაღაცა იმათი პრაქტიკები შემედარებინა ჩვენს პრაქტიკებთან და მე ამაზე ამეგო ჩემი დისერტაცია, მაგრამ ეს ყველაფერი როცა გავუზიარე ჩემს ხელმძღვანელს, მითხრა, რომ რაც ვიწრო იქნება და ნაკლებ რაღაცას მივედმოვედები, მით უკეთესი იქნება და მით უფრო მეტად ღირებული იქნება, შესაბამისად თანაც
მე არ მექნებოდა ამ მეორე ორგანიზაციის მონაცემებზე ისეთი წვდომა, როგორიც მქონდა ჩემს ორგანიზაციაში, რა თქმა უნდა, კონფიდენციალურობა თავიდან ბოლომდე დაცულია, ანონიმურია სრულიად, არანაირი სახელი, გვარი, პოზიციის მითითება არსად არ არის. და ორგანიზაციასაც ძალიან გამოადგებოდა მე. კი, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ იცი რა, ყოველდღიურ ცხოვრებაში არ არის იმისი დრო, რომ ეხლა დავსხდეთ და ესეთი ჩაღრმავებული ინტერვიუები გქონდეს, ვთქვათ, ტოპ მენეჯმენტსა და წინა ხაზის დასაქმებულს შორის რომ იყოს, იმიტომ რომ იმდენი განსხვავებული რაღაცა ხდება, მაგისი დრო სამწუხაროდ არ რჩება, თუმცა კაი იქნებოდა რომ იყოს. და მგონია რომ აი ეგ დანაკლისი რაც მე მქონდა, შევივსე აი ამ ჩემი დისერტაციითა და კვლევით. რომ მაქსიმალურად საბეჭდილება დამრჩა, რომ ჩემი თანამშრომლებმა ძალიან გახსნილად მიიღეს ამ კვლევაში მონაწილეობა და ძალიან მადლობელი ვარ მათი ამის გამო. ხო, და გამოვიდა ის, რომ research-იც პრინციპში მქონდა გამართლდა ის, რომ რაც გვაქვს ხოლმე წარმოდგენილი რეალობაში ისე ვერ რეალიზდება კარგად და უბრალოდ უფრო მეტად დავინახე რა არის ამ ყველაფრის ხელისშემშლელი ფაქტორები და გამოსწორების გზებიც პრინციპში გამოჩნდა როგორ შეიძლება რომ ყველაფერი გამოსწორდეს. ესეთი კითხვა მაქვს, ანუ შენ ხა ბიზნესში ხარ, ოპერაციების განხრით, ხო, ასე ვთქვათ. რაღაც საქართველოში აი ბიზნესი რაღაც გავრცელებულია, რომ აი მაგალითად ბიზნესში რაღაც მარკეტინგი, ფინანსები, მაგრამ ის ბიზნესი და ოპერაციები შედარებით მაინც მგონია შეიძლება ვწდები, რომ აი ცოტა უცხო არ და აი გითხარია ის მაგალითად როგორ უნდა იყოს კარგი ოპერაციების მენეჯერი, რა თვისებები უნდა ქონდეს, რას აკეთებს და აი რა მხრივ განისაზღვრება ძლიერი ოპერაციების მენეჯერი. იცი რა, ოპერაციების მენეჯმენტი იმდენად ფართო მიმართულებაა, თუნდაც მან შედის მიწოდების ჯაჭვის მართვაც ოპერაციების მენეჯმენტის ნაწილია, რომელიც საქართველოში, როდესაც იმპორტი ესეთი იმპორტს ესეთი დიდი წილი უჭირავს ჩვენს ეკონომიკურ ცხოვრებაში, მან ახლა ეგ მიმართულება კიდევ უფრო მეტად დახვეწილია, მაგრამ ის მიმართულება მე რაზეც მუშაობ, გეთანხმები, რომ ბევრი კომპანია არ გამიგია, რომ საჭიროება ჰქონდეთ, ფასდებოდნენ და აფასებდნენ ამ მიმართულებას. ახლა რას გულისხმობ გეტყვით. ვთქვათ, მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება, თუნდაც ის, რომ რაღაცა ძალიან მაღალი სტანდარტები იყოს მომსახურების დაწესებული და ამ სტანდარტებთან მუდმივად კონტროლდებოდეს შესაბამისობა და მოწმდებოდეს შესაბამისად მე უკვე ხარისხის კონტროლი და ხარისხის მენეჯმენტი იყოს წინა პლანზე წამოწეული, ხო? ეს და აი თითქოს მომხმარებელზე ორიენტირებულობა ყველა ორგანიზაციაში რა თქმა უნდა სხვადასხვა მიმართულებიდან არის, მაგრამ ჩემ შემთხვევაში როგორც არის, ხო? ეს მიმართულება ძალიან იშვიათია. ჩვენ მე რასაც ვაკეთებ არის ის ოპერაციების მენეჯმენტის მიმართულებით, რომ უზრუნველყოფ, რომ პროცედურები იყოს მაქსიმალურად ეფექტური. ეს არის მუდმივი პროცესი. არ შეიძლება რომ ჩვენ ერთხელ რაღაცა გადავწყვიტოთ და ეს ესე დარჩეს თუნდაც ერთი თვე. მე ამას უნდა გადავხედოთ და გავაანალიზოთ, მონაცემები შევაგროვოთ და ამ მონაცემების დატას საფუძველზე მე მივიღოთ გადაწყვეტილება ვაგრძელებთ ესე თუ კიდევ რაღაცა უნდა შევცვალო. ამიტომ აი მუდმივად ცვლილებებზე ორიენტირება საჭიროა. პლუს ხარისხი ვახსენე, ჩვენ ცალკე ყავს მაგალითად ხარისხის კონტროლერი კომპანიაში, კონტროლერები, უпростоრად, რომლებიც მუდმივად უზრუნველყოფენ რომ მომხმარებლის ავტომობილი რაღაცა რამე არ გაიპაროს და კარგ მდგომარეობაში ჩავაბაროთ უკეთესში, ვიდრე მივიღეთ. თუნდაც მომხმარებლების გამოცდილება ვახსენე, ის თუ რა ეტაპებს გადის მომხმარებელი ჩვენს ორგანიზაციაში, ესეც მნიშვნელოვანია და მანდაც არის გარკვეული გამოწვევა, ძალიან დადებით კონტექსტში ვახსენე ის, რომ თქვათ, საერთაშორისო ბრენდების მიერ დაწესებული სტანდარტებით მუშაობთ, მაგრამ იცი რა არის ქართული რეალობისთვის და ქართველი მომხმარებლისთვის ცოტა რთული გასაგებია ხოლმე რაღაც კუთხით ბიუროკრატიული სტანდარტები, რასაც ეს საერთაშორისო ბრენდები ითხოვენ. აი მაგალითად, როდესაც
ყველა ბრენდი ითხოვს იმას, რომ როდესაც მომხმარებელი მოვა ჩვენთან სერვისში, მის ავტომობილზე გავაკეთოთ ვიზუალური დათვალიერება და მომხმარებელს იქვე ავუხსნათ, რომ აი ცით რა არის თქვენს ავტომობილს ნაკაწრი აქვს და ხო არ გნებავთ გამოვასწოროთ, ან თუნდაც თავდაცვის ვარიანტიც არის ჩვენთვის, რომ ჩვენ ეს არ გაკეთებია, მაგრამ აი ჩვენს მომხმარებლებს არ უნდათ ეს, არანაირად არ უნდათ, იმიტომ რომ დრო იკარგება, ამაში უნდათ რაც შეიძლება სწრაფად მიიღონ სერვისი. და გვიწევს აი ამ უკმაყოფილებებისა და ბრენდის სტანდარტების რაღაცნაირად დაბალანსება. პლუს ეს საერთოდ მეკითხა ერთი რაც თავიდანაც მინდა რომ მეკითხა და ეხლა კაი დრო არის მაგისთვის ქართველი მომხმარებელი როგორი არის ანუ საშუალო რაღაც დასავლურ საზოგადოებების მომხმარებელზე უფრო პრეტენზიულია, უფრო ლოიალურია თუ აი რა სპეციფიკა მაგათთან მუშაობას ქართულ მომხმარებლებთან თუ არის ეროვნულობით თუ შეიძლება გამორჩევა. კი, შეიძლება გამორჩევა და ყველა ქვეყანას, როდესაც კონფერენციებზე ვიკრიბებით ხოლმე აი ამ ბრენდების, საუბრობთ ერთმანეთში ეს წარმომადგენლები, რომ არა ეს სტანდარტები რაც არის საზოგადოდ მიღებული, უფრო მეტად დასავლეთ ევროპულ მომხმარებელზე არის მორგებული. და ჩვენთან ესე ერთი შეხედვით რომ გადმოიტანო და დადო ესე არ მუშაობს. იმიტომ რომ ქართველი მომხმარებელი შეიძლება უფრო მეტად ლოიალური და ბოდიში ჟარგონისთვის ჯიგარი იყოს რაღაც მომენტში, მაგრამ ამ ყველაფერს თავისი ფასი აქვს. ის ფასი აქვს, რომ ისინი მოითხოვენ პირდაპირ ან არაპირდაპირ წინახაზის თანამშრომლისაგან, რომ დაარღვიოს დამკვიდრებული პრაქტიკა და გადაუხვიოს წესს, იმიტომ რომ იმ წესს აქვს თავისი დრო ეჩქარება ამ მომხმარებელს, უცებ უნდა ამ მომსახურების მიღება. აი თავიდან მაგალითად როცა დავიწყე მუშაობა call center-ში, ანუ ჩაწერაც ახალი შემოღებული იყო ამ კომპანიაში, სადაც მუშაობდა, ანუ მომხმარებლების მხრიდან ისეთი პროტესტი მოდიოდა, რომ მართლა გაუგნებული ვიყავი. მაგრამ ანუ აი ნელ-ნელა მიეჩვია მომხმარებელი თუნდაც აი ამ ჩაწერას და რიგის დაცვას, მაგრამ ეხლაც არის ხოლმე ისეთი მომენტები, რომ ну, აი ძალიან ცოტა ხანი უნდა და მიმიღე და გთხოვთ, რამდენი ხნის მომხმარებელი ვარ, იმას დავურეკავ, ამას დავურეკავ, რაც ქართულ ჯიგრუპონში. კი, ზუსტად. და აი მე ჩემთვის ადამიანის, რომელიც ოპერაციებზე მუშაობს და ჩემ ტვინში ყველაფერი არის აი ესე აი დომინოს სქემატიზირებული. სქემა, დომინოს პრინციპით მაქვს მართლა ტვინში ყველაფერი დალაგებული და უცებ მოდის ეს ადამიანი და ხვდები რამდენგან იქნება ამის გამო პრობლემა. და თან ჩვენ თანამშრომლები ფასდებიან აი ამ თავიანთი მომსახურების პროცესში და უკვე მე ვიხიჩები ხოლმე მეორად, რომ რაღაცა თან მინდა სოლიდარული ვიყო მათ მიმართ, იმიტომ რომ მომხმარებელი ამას თხოვს, მაგრამ თან მეორე მხარეც მაქვს, რომელიც ბრენდის სტანდარტები მაქვს ხოლმე ესე, რომ ეს უნდა დავიცვათ, ეს უნდა გავაკეთოთ. დავუბრუნდები ისე ლუკას კითხვას ცოტა გადავუხვიე მე მგონი. მოკლედ ჩემი და მთელი გუნდის საოპერაციო მიმართულება ძალიან დიდია ჩვენ კომპანიაში, იმიტომ რომ ავტომობილის სერვისი არის თვითონ ძალიან კომპლექსური თემა და რაც უფრო მეტი ბრენდი ყავს, გაქვს მით უფრო რთულდება შენი ეს პროცესები. მთელი ჩვენი სამუშაო შედგება იმისაგან, რომ პროცესებზე ვფიქრობთ, სად გვაქვს ეს ეგრეთ წოდებული bottleneck-ები, ანუ სად შეიძლება გავიჭედოთ, სად არის უფრო მეტი დატვირთვა, რა შეგვიძლია მოუხსნათ, გავათავისუფლოთ ეს ჩვენი სამუშაო პროცესი, გადავალაგოთ, ნაკლები დანახარჯით უფრო მეტად ეფექტური შედეგი მივიღოთ, KPI-ები, რომელიც იყო ჩემი დისერტაციის თემა, როგორ მოვარგოთ აი ამ პროცესს ისე რომ მაქსიმალურად ეფექტური იყოს და თან ჩვენი თანამშრომლებისთვის არ იყოს ზედმეტი ტვირთი, არამედ რაღაცაში დაეხმაროს და სწორი მიმართულება მისცეს, რომ მათგანაც მაქსიმალურად მეტი мотиваცია მივიღოთ. და ნუ აი არ ვიცი, არ მთავრდება ამ მიმართულებაში საქმიანობა, თუნდაც რაღაცას მივაღწევთ ჩვენი პერფორმანსის მრუდებს და მეებს რეპორტებს რო ვუყურებთ, მივაღწევთ რაღაცას, მივალთ სადღაც სხვათა შორის საერთაშორისო თემაში წარმატებებიც გქონდა Jaguar Land Rover-ის რეგიონში, რომელშიც 40 ქვეყანა რამდენიმე წლის განმავლობაში ვიყავით პირველ ადგილზე, მეორეზე, მესამეზე მომსახურების კუთხით. ეს ბრენდები თვითონ გვაფასებენ, მისტიური მომხმარების კვლევასაც ატარებენ, პლუს ჩვენ მომხმარებლებს უგზავნიან კითხვარებს, რომ შეაფასონ ეს ჩვენი მომსახურება და აი ამ ყველაფრის და სხვა ფაქტორის გათვალისწინებით ხდება ხოლმე რეიტინგი.
და ამ რეიტინგშიც რამდენჯერმე მოვიგეთ 40 ქვეყნის მასშტაბით BMW-ში მაგალითად მესამე წელია ოპერირებთ და ორჯერ მივიღეთ უკვე პრეზიდენტის ჯილდო და ამ ყველაფრის შენარჩუნებას სჭირდება ძალიან დიდი ძალისხმევა. და ესე გვაქვს ხოლმე ესეთი მრუდი, რაც მივაღწევთ, ვართ რაღაცა თვითკმობას მივეცემით, რომ აი მე რა მაგრები ვართ, რა კარგად დავიჭირეთ ეს ჩვენი მონაცემები ესა ისა. მე ჩამოვარდებით ისევ. ამიტომ ოპერაციების მენეჯმენტი არის მე მგონი, ვიცი, მუდმივად ცვალი. სპორტში რა, რომ თავარი გამარჯვება, ანუ უფრო რთული გამარჯვება კი არა, მე გამარჯვებული ადგილის შენარჩუნება. კი, ზუსტად, იმიტომ რომ აი ეს გაუმჯობესება უცებ ჩანს ხოლმე რაღაცა 40-დან 80-ზე ავედი, ძალიან მაგარია, მაგრამ აი 80-დან 100-მდე ასვლას კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა ჭირდება. და მუდმივად ეგ არის ალბათ რომ რაღაც რეალურ დროში გაუმჯობესებაზე ზრუნვა არის ალბათ ყველაზე მთავარი რა. მუდმივად ცვლილებების პროცესში ვართ, მუდმივად მონაცემების შეგროვების და გაანალიზების და აქ არ არის მარტო ტექნიკური საკითხები, ხო? აქ გუნდიც შემოდის, soft skill-ებიც საჭიროა. იმიტომ რომ ადამიანებთან კომუნიკაცია ძალიან რთულია. რომ ზუსტად ისე მიიტანო შენი სათქმელი ამ ადამიანებამდე როგორც შენ გქონდა წარმოდგენილი და მე ამ ყველაფრის შედეგი მათზე რო აისახება ისინი კმაყოფილები იყვნენ რა თქმა უნდა ასე არ არის მარტივი ძალიან რთულია ეს განსაკუთრებით მე რაც მოვყევია ეს პროცესები არის უფრო სერვისზე ორიენტირებული კომპანიების ცხოვრებაში ძალიან ხშირად გაღავთ ხოლმე არის ხოლმე პარალელი სტუმარ მასპინძლობის ბიზნესსა და ავტოინდუსტრიას შორის. იმიტომ რომ აი მაგალითად შევხვდით ერთხელ ერთ-ერთი კონფერენციის ფარგლებში რიც კარტონის მარკეტინგის მენეჯერს და customer experience-ის მიმართულების ლიდერს, რომელმაც მოგვიყვა, რომ აი რიც კარტონი კი ვიცით ხო და რანაირი სასტუმროა და როგორი მომსახურება მოითხოვება მათგან კლიენტების მხრიდან. ის გვიხსნიდა, როგორ ახერხებენ იმას, რომ აი ესეთი რაღაცა საოცრად სტუმრებზე მორგებული მომსახურება შესთავაზონ მუდმივად. და მართლა წარმოუდგენლად დიდი პარალელია, იმიტომ რომ შეიძლება ვერც წარმოიდგინო ავტოსფეროსა და აი ამ სასტუმროს ბიზნეს შორის როგორ შეიძლება იყოს სამხელა კავშირი, მაგრამ ორივე მომსახურებაა. და ამ სფეროში მუდმივად ცვლილებებით და ადაპტაციის საშუალებით ცხოვრობთ. ძალიან კარგი მოკლედ, ძალიან საინტერესო არის. დიდი მადლობა და ბოლო შეკითხვა გვიქნება. შენი გამოცდილება თუ რაც აქამდე დააგროვე, ეგ რის სითქმის საშუალებას გაძლევს იმ ადამიანების, რომლებიც ეხლა ფიქრობენ დაუშვათ კარიერის ამ მიმართულებით განვითარებას. სწავლობენ ან რაღაცა ახალგაზრდა პროფესიონალები არიან და აინტერესებთ ან შეიძლება არც უფიქრიათ რომ რაღაც ეს ავტოინდუსტრია შეიძლება მათთვის საინტერესო იყოს და რაღაცა მოხმარებლებთან ურთიერთობის მართვა გაუმჯობესება ეგ იყოს რაღაც პროცესები რაც შეიძლება რომ მაგათ აინტერესებდეთ და რა რჩევა გექნებოდა შენ როგორც უკვე რაღაც შემდგარ პროფესიონალს ამ მიმართულებით ამ დამწყები ადამიანებისთვის რჩევა ალბათ მექნებოდა ის, რომ ეძიონ საკუთარ თავში თავიანთი ინტერესის მთავარი წყარო რა არის. იმიტომ რომ ჩემს შემთხვევაში ესე ერთი შეხედვით თითქოს არ ვიცოდი, რომ ავტოინდუსტრიაში უნდა დავსაქმებულიყავი, თქვათ უნივერსიტეტი, როდესაც დავამთავრე. მაგრამ თანდათან გავიხსენე და აღმოვაჩინე ჩემ თავში რამდენად მიყვარს ეს სფერო და თვითონ მანქანის მართვიდან იწყება ეგ ყველაფერი სიყვარულიდან და მერე გადადის სხვადასხვა უკუ პროცესებში, რაც არის შენთვის ინტერესის წყარო, ხო? მთავარი ალბათ ის იქნებოდა, რომ ეძიონის ინდუსტრია ის სფერო, რაც მათთვის იქნებოდა ძალიან საინტერესო, არამოსაბეზრებელი, იმიტომ რომ ოპერაციების მენეჯმენტს აქვს ესეთი მიდრეკილება, რომ იმ დონემდე შეიძლება დაწვრილმანდე, რომ ბოლოს თავში გქონდეს საშინელი ქაოსი და უნდა გქონდეს ამ ყველაფრის მიმართ ესე მედეგობა და ინტერესი თუ არ გაქვს, აი ამ დონეზე ვერ ჩავუღმავდები და მოგბეზრდება ძალიან მალე. ხო, ამ მიმართულებას ალბათ ყველაზე მეტად ჭირდება ანალიტიკური აზროვნება და პლუს კიდე აი ზემოდან
აზროვნების ისეთი უნარი, რომელიც ზემოდან შეგახედოს ამ პროცესებს იმასთან ერთად, რომ შეიძლება დაწვრილმადე რაღაც მომენტში, ხო? ესე გლობალური ხედვაც უნდა გაგაჩნდეს. აი, ვისაც ესეთი მიმართულებები აინტერესებს, თავის თავში ხედავს ასეთ უნარებს, ვფიქრობ, რომ კარიერის განვითარების ძალიან კარგი გზა იქნებოდა. პლუს არის ამ მიმართულებით გარკვეული სასწავლო გზები, თუნდაც თავისუფალ უნივერსიტეტს აქვს, მაგისტრატურაც აქვს ოპერაციების მენეჯმენტში, ISM-ის ბაკალავრიატიც არის, რომ შენ შეიძლება კონცენტრაცია აირჩიო ოპერაციების მიმართულებით. სერტიფიკატო პროგრამებიც არის, ხო, მე მგონი? კი, მე მგონი აქვს თავისუფალ უნივერსიტეტსაც ეს და პლუს მე მგონი სხვა უნივერსიტეტებსაც უნდა ქონდეთ ესეთი მიმართულება, იმიტომ რომ ისევ და ისევ ვამბობ, რომ ძალიან ფართო მიმართულებაა ეს საოპერაციო მენეჯმენტი და მანდაც შეიძლება განსხვავებული მიმართულებით თავის პოვნა. მაგრამ იმ მიმართულებით, რითაც მე მუშაობ, არის კიდევ ესეთი სასერტიფიკაციო პროგრამები, როგორც არის Lean, Six Sigma, რაღაცა ბელთებს იღებ სხვა ფერის და შესაბამისად იზრდება შენი ისიც რა ქვია პროფესიონალიზმიც ამასთან ერთად რაღაც მომენტში ვფიქრობ, რომ დავიწყებ მაგ სასერტიფიკაციო პროგრამის გავლასაც. ასევე ამისი ნაწილია, თქვათ, პროექტების მართვა, იმიტომ რომ ყველაფერი საოპერაციო მენეჯმენტში შეიძლება განვიხილოთ როგორც ცალკეული პროექტი და მასაც სჭირდება თავისი მიდგომა. აქაც არის სასერტიფიკაციო პროგრამა PMP Project Management Professional. ვიტყოდი, რომ ძალიან ფართო მიმართულებაა და ადამიანებს, ჩემნაირ ადამიანებს, რომლებიც მათ შეიძლება იპოვეს რაღაცა ნიშა იმ მიმართულებით, რომ მე ვთქვათ, ავტოინდუსტრია მაინტერესებს, მაგრამ მაინც ჩემი ინტერესები უფრო მეტად ფართოა. ნამდვილ მმართველად ვრჩები. აი ეს მიმართულება გაძლევს მაგ შანსს, რომ არ იყო ერთ კონკრეტულ რაღაცაზე კონცენტრირებული და მრავალმხრივ ბევრ ჩაერთ. კი. ნამდვილად ისეა. ძალიან დიდი მადლობა. კეთი. ძალიან დიდი მადლობა, კეთი. საინტერესო. ძალიან. გამოგვივიდა. და სტუდენტებისთვისაც და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვისაც განსაკუთრებით საინტერესო იქნება. კი, და აი ეგ შესაძლებლობაა, რომ ეს online MBA-ის შანსი არის, რაც დაუშვათ შემდგარი პროფესიონალების შეიძლება უფრო მოსახერხებელი იყოს. ეგეც ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია არის, რაც შეიძლება რომ გამოადგეთ, იმიტომ რომ ანუ დღევანდელი სამყარო ზოგადად ძალიან სწრაფად იცვლება, ბევრი სიახლე არის და განათლების და სწავლების მეთოდები, საჭიროება საერთოდ ძალიან რაღაც სწრაფად ცვალებადი არის. ამიტომ მნიშვნელოვანი ინფორმაცია არის, მოკლედ მიმართულებით დაინტერესებული ადამიანების. ერთი რაც ის რომ ხშირად საქართველოში ხშირად არის ხოლმე ეგ რომ აი რაღაც გვიანი მე მგონი ვერ მოვასწრებ და დამიგვიანდება თუ რაღაც. გვიანაც არ არის, შეიძლება და თან გარდა ამისა შეიძლება რომ არ მოწყდე რაღაც შენ ყოველდღიურობას და ისე აკეთებ. მომატებ ერთ ბოდიშელევან ის რომ გვიანი არასდროს არაფერი არ არის, იმიტომ რომ ჩემს კურსზე ადამიანების ასაკი მართლა საოცარი იყო რაღაცა 25 წლიდან, მე მგონი 55 წლამდე. გუნდში ყავდა ხოლმე თუ რაღაცა პროექტზე დავიყოფოდით ჯგუფებად, ბრაზილიაში თამბაქოს ქარხნის დირექტორი მაგალითად, ან არ ვიცი, ამერიკაში რაღაცა ფარმაცევტული კომპანიის დირექტორი. ხო, ეგეც ძალიან საინტერესო არის. ხო და აი ამ ადამიანების გამოცდილება სხვა საერთოდ სხვა არის, ასაკი აბსოლუტურად სხვა და სხვა. და ხო, ანუ მაგის თქმა მინდა რომ გვიანი არაფერი არ არის, თუ რამე გაინტერესებს და ყოველთვის მოძებნის საშუალებას, რომ შენ ჩანაფიქრი განახორციელო. ესე მგონია და ყველა შევაგულიანებდი, რომ გაეკეთებინა ონლაინ მაგისტრატურა, ვისაც იმის საშუალება არ აქვს, რომ წავიდეს და ესე ლაივში გააკეთოს ეს კურსი. დიდი მადლობა. დროებით ერთი დაგვაუწყდა, რო გვეთქვა, რომ ჩვენი მხარდაჭერა თუ გინდათ ანგარიშის ნომრები იქნება მითითებული სოციალურად დაუცველ სტუდენტებს და არა მარტო უჭერთ ხარს თავისუფალ უნივერსიტეტში, ძალიან ჭკვიანი ადამიანები არიან ეს პოდკასტი, მათ შორის მაგის წარმოჩენას იმსახურება, რომ ძალიან გამორჩეული უნივერსიტეტი არის და მაგაზე მეტყველებს კურსდამთავრებლების წარმატება დღესაც არიან და რას აკეთებენ და თუ გინდათ რომ ამ ქვეყნისთვის ბევრი ეგეთი ადამიანი არსებობდეს, დაგვიჭირეთ ხარი, იმიტომ რომ მაგ შესაძლებლობებს ზრდის ჩვენი ფონდი და მითითებული იქნება ანგარიშის ნომრები აღწერაში და კომენტარებში ამ პოდკასტის. დიდი მადლობა და დროებით. კარგად.